საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი გობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის გამტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. ორდენი გადაეცემა შინაგან საქმე დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს. გადაეცემა საქართველოს შინაგან ძლიერი ქართული პოლიცია, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოა. გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში განუხრელად იქნება დაცული წესრიგი. გეცვას პოლიციელის ფორმა, დაატარებდე მუნდირს, მხოლოდ იმ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია, ვინც მზადაა დაუფიქრებლად გაწიროს საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად. შეუფასებელია თითოეული პოლიციელის მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლი. თქვენი დაუღალავი შრომა, სიფხიზლე, თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი შვილების და შვილიშვილების კეთილ მომავალს. მშვიდობა, წესრიგის დაცვა და სტაბილურობა არის ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელი თითოეული სრულფასოვანი სახელმწიფოსთვის. სწორედ ამაზე დგას თითოეული ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, სოციალური კეთილდღეობა, სრულფასოვანი განათლება, საჯარო სერვისების გამართული მუშაობა და ხელმისაწვდომობა. ამიტომაა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ მიზანში ამოღებული წესრიგისა და სტაბილურობის შესაბამისად სახელმწიფოებრიობის შერყევა. დარწმუნებული ვარ, მსგავსი მცდელობები მომავალშიც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე. ვერავინ შეძლებს შეარყიოს ქართველი ხალხის ნება, გავაგრძელოთ ძლიერი, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცული იქნება ჩვენი ისტორია, კულტურა, სარწმუნოება, ოჯახური ღირებულებები და ეროვნული თვითმყოფადობა. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას. დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იცავთ სამშობლოს სანუკვარ იდეას, რომელსაც საქართველო ქვია. სწორედ ამიტომ სურს კანონიერებისა და მართლწესრიგის გამტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით დაგაჯილდოვოთ. გისურვებთ ერთიან, ძლიერ, წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. დიდი მადლობა. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარეო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ დაფასებისთვის. სახელმწიფო ჯილდოს ღირსების ორდენის გადმოცემისთვის. ეს მერწმუნეთ ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან დიდი პატივია. არ შემიძლია ხაზი არ გაუსვა და არ აღვნიშნოთ თქვენი ყოველდღიური მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომელიც თითოეულ პოლიციას როგორც რიგითებს, ასევე ჩვენ ხელმძღვანელი პირები ვხედავთ ამას და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევიდან ყველა პოლიციერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს მადლობა გადავუხადო. იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ 24 საათის განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გვერდში დგომისთვის. და ბოლოს მინდა მოგცეთ პირობა, რომ გადმოცემული ღირსების ორდენებს თითოეული ჩვენთაგანი მთელი ცხოვრება ღირსეულად ვატარებთ. ჩემი და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის გამტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დავესწარი. პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს ღირსების ორდენის მიღება მიულოცე და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიას დავესწარი. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამდებობის პირი, მათ შორის მინისტრი ვახტანგ გომელაური ღირსების ორდენით დააჯილდოვა.